დღეს გადაცემის სტუმარი გახლავს სტატისტიკის სპეციალისტი ნოდარ კაპანაძე. ბატონო ნოდარ, დიდი მადლობა რომ მონახეთ დრო და მობრძანდი და თუმცა ესეთი საერთაშორისო მნიშვნელოვანი მოვლენა, მნიშვნელოვანი ახმაურიანი და მნიშვნელოვანი ეს იყო დავოსში მიმდინარე ტრადიციული შეხვედრა, მაინც მინდა რომ შიდა პოლიტიკით დავიწყო, თუმცა დავოსში ბევრი რამ მოხდა საინტერესო, მათ შორის დავოსამდე მე მაგალითად მენიშნა რომ დონალდ ტრამპი რაღაცნაირად გაჰყვა გენადი ონიშენკოს მიერ გატკეპნილ გზას და ჩვენ ვიცით როგორ იწუნებდა ხოლმე ის ქართულ ღვინოებსა და ვთქვათ მინერალურ წყალს და ტრამპმა მაკრონის სიურჩის მოსატეხად, იმიტომ რომ მან უარი თქვა, ასე ვთქვათ, მშვიდობის საბჭოში გაწევრიანებაზე, თქვა რომ 200%-იან ტარიფებს დაუწესებს ფრანგულ ღვინოსა და შამპანურს. მე აქ ვიტყვი რომ მე გული არ მწყდება ფრანგულ ღვინოსა და შამპანურებზე, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ფრანგული ღვინოების მწარმოებლები და საფრანგეთი ძალიან უშლის ქართულ ღვინოს ხელზე, სხვა შორის მათ შორის წარწერაზეც ჩვენი ღვინოები დამზადებულია მხოლოდ მე გულისხმობ მაღალი ხარისხის და ნატურალურ ღვინოებს, არაფალსიფიცირებულს, მხოლოდ ვთქვათ ყურძნისგან და შაქრის დამატებას არ საჭიროებს ჩვენი ასე ვთქვათ ბუნებრივი პირობების გამო, მაგრამ ამის დაწერას უშლიან. ეს სხვა შორის ფრანგმა სპეციალისტმა მითხრა რამდენიმე წლის წინათ, რომელიც ერთ-ერთ ქართულ კომპანიაში კონსულტანტად მუშაობდა. ამაზე თუ შეიძლება ბოლოში მაინც ორიოდე სიტყვა ვთქვა და დავიწყოთ ალბათ ჩვენი საზოგადოებისთვის უფრო სასიცოცხლოდ აქტუალური თემით, როგორიც არის სურსაძე ფასები. პრემიერ-მინისტრმა ეს ჯერ კიდევ ახალ წლამდე თქვა, რომ გაბერილია ფასები და საჭიროა კონტროლი. გაბერილი არის ფასები, ეს ჩვენ ვიცით და მეორე, სახელმწიფოს რამდენად შეუძლია ამ ფასების რეგულაცია და კიდევ საინტერესო საკითხია, აქამდე გაბერილი იყო ფასები და ახლა რატომ გახდა ეს საკითხი აქტუალური, სახელმწიფო მოძლიერდა თუ დასუსტნენ იმპორტიორები? მოგესალმებით თქვენ მსმენელს და მაყურებელს. ძალიან კომპლექსური კითხვა დასვით და მოკლედ დავიწყოთ მაგ კითხვაზე პასუხი ეტაპობრივად. პირველ რიგში არის თუ არა ფასები გაბერილი. პრემიერ-მინისტრმა რაც ბრძანა, იქიდან გამომდინარე, ეს მე რამდენადაც ვიცი, ეფუძნება რეალურ ინფორმაციას და არა რაღაც გამოგონილ ინფორმაციას და ბევრი ვისაც ფასების შედარება შეუძლია, სხვადასხვა ქვეყნებში ფასები უნახავს, ამბობს იმას, რომ საქართველოში ფასები ბევრ პროდუქციაზე მაღალი არის სხვა ქვეყნებთან შედარებით და ეს შეიძლება იყოს ცალსახად ფასარმოქმნის პროცესში კარტელური გარიგებების ან მონოპოლიების შედეგი. ეს ერთი. რამდენად აქტუალურია საკითხი? საკითხი არის ძალიან აქტუალური, ვინაიდან სამოხმარებლო ფასები მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავენ მოსახლეობის კეთილდღეობას, მოსახლეობის მსყიდველობით უნარს და შესაბამისად მისი მოხმარების დონეს და აქედან გამომდინარე, რაც ყველაზე მთავარია, მოსახლეობის კეთილდღეობას აქედან გამომდინარე. ამდენად პრემიერ-მინისტრის ეს ინიციატივა არის უდავოდ ძალიან საშური, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სასარგებლო საზოგადოებისთვის. ყავს თუ არა ამ ინიციატივას მოწინააღმდეგეები? უდავოდ ყავს მოწინააღმდეგეები. რაც მოთავრე პოლიტიკური მოწინააღმდეგეების გამოუჩნდა პოლიტიკური ოპონენტების სახით, ეს არის გაუგებარი, დიახ, ყველაზე მეტად. ეს არ არის გასაკვირი, ვინაიდან არის პოლიტიკურ ველზე ესეთი ხალხი, რომლებისთვისაც მთავარია მთავრობის ნათქვამი, მართველი პოლიტიკური ძალის განცხადება გააკრიტიკოსდა. მნიშვნელობა არ აქვს ეს სასარგებლოა, აზრიანია, უაზროა თუ როგორია, მნიშვნელობა არ აქვს ამას. ახლა ვინც ყავს ამ ინიციატივის მოწინააღმდეგეები, ვინც არიან, მათგან ალბათ უდიდესი უმრავლესობა ამას პირდაპირ ვერ იტყვის. ვინაიდან ეს ძალიან საზიანო იქნება, ვინაიდან მოსახლეობა, ხალხი ყველაფერს ამას ხედავს და საკუთარ ჯიბეზე გრძნობს ყველაფერს ამას და ჯიბე ერთ-ერთი მაღალი ინერვაციის მქონე ადგილი არის, როდესაც სარჩენი ყავს ოჯახი და ასე შემდეგ და როდესაც შემოსავალი ლიმიტირებული. ეხლა მე თვითონ ეხლა პრემიერ-მინისტრის ეს ინიციატივა არის ესე ვთქვათ ლიბერალების გადასახედიდან თუ შევხედავთ პრემიერ-მინისტრმა ჩაიდინა მკრეხელობა.
და ის ლიბერალურ სამოთხეში ანუ თავისუფალ ბაზარზე არა. მან უარყო ბიზნესმენის უცოდველობის დოგმატი. და საერთოდ ასე ლიბერალებს ხო ისინი ხო აღიარებენ ბიზნესმენის უცოდველობის დოგმატს, ჯერათ რომ სწორად ლიბერალური ცხოვრების შემდეგ სამოთხეში ან თავისუფალ ბაზარზე მოხვდებიან და ელოდებიან წმინდა უცხოური ინვესტიციების გარდამოსვლას. ეს არის ლიბერალური პარადიგმა არსებობს. ოღონდ აუცილებლად დასავლეთიდან და მოდიდეს თუ აღმოსავლეთიდან არის აღმოსავლეთიდან იქიდან საშინელება მოდის. აღმოსავლეთიდან მზე ამოდის, მაგრამ ფული ყარს. ხო, ფული საშინელება. მხოლოდ ნათელი ევროპიდან. ხო, მოკლედ ასე რომ კრეხელობა ჩაედინა პრემიერ-მინისტრმა. ბიზნესმენის უცოდველობის დოგმატი უარყო ფაქტიურად ამ განცხადებით, მაგრამ მოსახლეობა ამას ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და ეს ალბათ ის ინიციატივა, რასაც საკონსტიტუციო უმრავლესობით მხარდაჭერა ექნება საზოგადოებაში. ეხლა მთავარი ჯერი არის უკვე შესრულებაზე. როგორ შესრულდება ეს ინიციატივა? აი მექანიზმი როგორი შეიძლება იყოს ამ ინიციატივის? ხო და აი მაგაზე მინდა თქვა, ეხლა სხდომა იყო სამთავრობო კომისიის და იყო შეხვედრები რამდენადაც პრემიერი შეხვდა ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებს და ასე შემდეგ. აი ეს ალბათ საჭირო არის ესეთი შეხვედრები, მაგრამ ეს არ უნდა იყოს კამპანიური რეჟიმში ამის შტაბ-ეჭდილების მოსახდენად. ხო, შტაბ-ეჭდილების მოსახდენად. ეს უნდა იყოს ესეთი უნდა გადავიდეს რუტინულ რეჟიმში, ყოველდღიურ 7-24-ზე რეჟიმში. ამისთვის მე როდესაც ეს ინიციატივა გაჟღერდა, გადაბნახე კონკურენციის სააგენტოს დებულება, რომელიც პრინციპში უნდა იყოს ის სტრუქტურული ერთეული, რომელიც აი ამ საკითხებზე მუშაობს და საკანონმდებლო თვალსაზრისით ბევრი ხარვეზია გასასწორებელი უდავოდ. აი ამ ფასარმოქმნის მონიტორინგი უნდა მიდიოდეს 7-24-ზე რეჟიმში. და არა ესე შევხვდე ხო მოკლედ ბიზნესმენი უცოდველი არ არის რა. აი ვის შეუძლია ფილოსოფია მოდით ჯერ სანამ ინიციატივა რეგულირების და ამ პრობლემის ამ მოგვარების გზებზე გადავიდოდეთ, მანამდე თქვა ფილოსოფია, რაში არის, რატომ არის პრემიერის ეს ინიციატივა მართალი და სასარგებლო. ამაში ეჭვება ნეტარი ეს ცოტა მაგრამ მცნაურია თეორიული განმარტება და ფილოსოფია არის მნიშვნელოვანი ჩემი აზრით რა. ადამიანის მადა ანუ სიხარბე მისი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული იპოსტასი მადის სიხარბე აკმაყოფილეს ხო სიხარბეა ხო სიხარბე არის უსაზღვრო შემოუსაზღვრავი ხოლო რესურსები როგორიცაა მოსახლეობის ყიდველნარიანობა ფინანსები და ასე შემდეგ ეს არის სასრული როდესაც თქვენ სასრული რამით უსასრულო სივრცის შევსებას აპირებთ მარცხისთვის ხართ განწირული წინასწარ ამდენად ამის რეგულირება რომ ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს ეს არის ძალიან მცდარი ვინაიდან ბაზარი დაარეგულირებს რაღაცას რომ დაარეგულირებს ეს შემდეგ ეპოქაში იქნება ხოლო შენ ეს საჭიროებები აქ და ახლა გაქვს და მაგალითად ეხლა შენ თუ დღეს გინდა რაღაცის ყიდვა აი ამ ფასებს თუ დაარეგულირებს ბაზარი შემდეგ ეპოქაში რაღაც 15-20 წლის შემდეგ შენ ახლა გჭირდება რაღაცეები ხო? ანუ არის რაღაცეები რაზედაც უნდა იყოს ძალიან ხისტი რეგულაცია ჭირდება რა. ამის ახლა როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა? ჩემი აზრით აი ეს სამართალდამცავი სტრუქტურების და ასეთი პროკურატურის უშიშროების და შინაგან საქმეთა სამინისტროს და რაღაც ჩართვა ეს არის ბოლო ეტაპი თუ რაღაც თუ რაღაც კრიმინალის კონტურები გამოიკვეთება. მანამდე ეს უნდა იყოს შეუულებრივად რეგულირებადი ესეთი რამე რომ თითოეული ეს ორგანიზაციები რომლებიც მუშაობენ ყველა თუ აი ვის გულისხმობთ მეწარმეები, გამყიდველები ანუ მარკეტები, ყველა ვინც ამ სეგმენტშია ჩართული. მიმწოდებელი წარმოებელი იმპორტიორი. სფეროში და ეს მხოლოდ სურსაც არ ეხება, ეს ეხება ყველაფერს აბსოლუტურად.
ყველანაირ პროდუქციას კი ბატონო. თქვენ აგვერდებით ალბათ, შედიხართ სუპერმარკეტში ყველაფერია, კი ბატონო. ყველაფერი არის და ყველაფერი სკანერების უკვე დიდი ხანია რომ ჩოთკით ეს რაღაც აღარ ატკაცუნებენ ჩოთკებს და რაღაც იხვის-თავებიანი სასწორები რო იყო ადრე, ხო? ესეთი აღარ არის, ხო? და ეს შტრიხ-კოდი ერთნაირად იკითხება თელავშიც, ზუგდიდშიც, კაიროშიც, ბაღდადშიც და ულანბატორშიც და ყველგან. ანუ ეს თითოეული გაყიდვის და თითოეული გარიგების ესე ვთქვათ. კვალი, ციფრული კვალი რჩება მონაცემთა ბაზაში. და სწორედ ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. რომ კონკურენციის სააგენტომ შემოსავლების სამსახურმა როგორღაც ეს უნდა მოხერხდეს, რომ აი ამ სავაჭრო ორგანიზაციების მუშაობის ციფრული კვალი იყოს თავმოყრილი ერთიან მონაცემთა ბაზაში, ერთიან ინფორმაციულ მასივში. ეს შეიძლება, რა ვიცი ხა. თითოეულ მას ცალკე აქვს ხო? თითოეულ დაწესებულებას მარკეტი იქნება და რაღაც იმის სადისტრიბუციო კომპანიები, მათი მუშაობაც ახლა დიდი ხანია არის, მე მგონია რომ ეს ყველაფერი არის კომპიუტერიზირებული. აი ხა დღეს როდესაც ესე უმსგავსობამდეა გამარტივებული საინფორმაციო კომუნიკაციები, ამის გაკეთება პრობლემა არ არის. ამისთვის საჭირო არის რომ დაждდეს ჭკვიანი ხალხი შეიმუშაოს სწორი ალგორითმი და ეს სავაჭრო ორგანიზაციების, მათ შორის იმპორტიორები შემოიტანა რაღაც პროდუქცია, ხომ? განაბაჟა. არის HS კლასიფიკატორი, ესეთი პროდუქციის კლასიფიკატორი 13 ნიშნა კოდების დონემდე დეტალიზებული, სადაც არის ძალიან მაღალი დეტალიზაცია არის. აი რას ნიშნავს ეს მაღალი დეტალიზაცია? მაყურებელმა და მსმენელმა ხო არ იცის ასე კარგად ეს საკითხი. 13 ნიშნა კოდების დონემდე რომ ჩადიხარ, თითქმის აი ყველა პროდუქცია მაგალითად ღვინო, თეთრი, ესეთი სპირტის ესეთი შემცველობით, მაგალითად მთელი აღწერილობა. ხო, მთელი აღწერილობა ამის. ელექტრონული პასპორტივით არის ეს პროდუქციის. 13 ნიშანია რა, ძალიან მაღალი დეტალიზაცია. აი ამ კოდების დონემდე შეიძლება გადამოვასა კლასიფიცირება თითოეული პროდუქციის. თუ რაღაც სავაჭრო ქსელში არის რაღაც აქციები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი შედის აუცილებლად მონაცემთა ბაზაში მათთან. ეს მონაცემთა ბაზები რაღაცნაირად უნდა იყოს თავმოყრილი ერთად ონლაინ რეჟიმში, ეს არ არის პრობლემა დღევანდელ დროს. კანონი ძლევა ამის საშუალებას, ეს კანონიერია? იცით, კანონი თუ არ იძლევა საშუალებას, მიიღე კანონი. და საერთოდ რა, არც ერთი კანონი არ არის წმინდა ძროხა. მთავარი თუ სახელმწიფო საჭიროება მოითხოვს და სახელმწიფო საჭიროება მოითხოვს რომ რაღაცა კანონი რაღაც სახელმწიფო საჭიროებას ეწინააღმდეგება, გააუქმე ის კანონი და მიიღე ის რაც სახელმწიფოს ჭირდება და რაც ჭირდება ხალხს. რაც ჭირდება ერს. ერი კიდევ არის ხალხი და ერი არ არის ერთ და იგივე. ხალხი არის ერის ცოცხალი ნაწილი მოცემულ მომენტში, ხოლო ერი არის ის ვინც იყო, ვინც არის და ვინც იქნება. ხო? და აი ეს არ უნდა იყოს რაღაც დამატებითი ანგარიშგება და დამატებითი ტვირთი არ იქნება იმ მეწარმეებისთვის, ამ სავაჭრო ორგანიზაციებისთვის, უბრალოდ მათი მუშაობის ციფრული კვალი უნდა იყოს თავმოყრილი ერთად. და შემდგომ შესაბამისი ალგორითმებით, მაგალითად შემოიტანა ვიღაცამ რაღაც საბაჟოზე განაბაჟა რაღაც პროდუქცია. HS კლასიფიკატორის 13 ნიშნა კოდის დონემდე ვიცით რა პროდუქცია განაბაჟა, რამდენი განაბაჟა, რა ფასში განაბაჟა, ხო? შემდგომ იგივე პროდუქცია მე აიღო სადისტრიბუციო კომპანიამ. რა ფასში აიღო გავიგეთ, ხო? შემდგომ იმავე სადისტრიბუციო კომპანიამ მიიტანა ის პროდუქცია, რომელიღაც ქსელურ მაღაზიაში ჩააბარა, რა ფასში ჩააბარა, როგორ ჩააბარა, ეს ყველაფერი აღირიცხება მათთან ბაზაში, აღრიცხვა და კონტროლი არის მართვის მთავარი ელემენტი. შემდგომ მან საცალო ქსელში რაღაც დაფასი დაამატა და გაყიდა. და ეს გაყიდვას დაფიქსირდა, ყველაფერი არის ერთსა და იმავე კლასიფიკატორზე აწყობილი. და ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ამის გაგება შესაბამისად. რა დაემატა? ხო, რა დაემატა? ვინ რამდენი მოიგო? რომელმა ორგანიზაციამ და რამდენი დაამატა და რომელ პროდუქტს რამდენი დაამატა და რომელმა ორგანიზაციამ რომელ პროდუქტს რამდენი დაამატა.
და შემდგომ შეიძლება აი ამ კლასიფიკატორის კარგად გაანალიზების შემდეგ უკვე შეიძლება გამოყო პროდუქციის ის ჯგუფი, რომელზეც ფასნამატი შენ შეზღუდო, რომ ამაზე არ შეიძლება მაგალითად 10%-ზე მეტი ფასნამატი. რა პრინციპით? იმ საჭიროელი მოხმარების რა, აი მაგალითად ეხლა არის ხოლმე რაღაცა პური, ზეთი, შაქარი, ასპირინი, რაღაცა, ხო? ესეთი პროდუქცია გამოყო ესეთი ჯგუფები არის მაგალითად ეკონომიკაში ეგეთი ცნება არის კარტოფილის პარადოქსი ქვია. როდესაც ყველაფერზე როცა კრიზისის დროს ფასები იზრდება, მაგრამ კარტოფილის მოხმარებას იზრდება, იმიტომ რომ კარტოფილი არის ბოლო პასატკა რა. მაგის იქითკენ უკვე მაგის როცა მეც ვერაფერს ვერ ჭამ და ჭამა კიდე აუცილებლად ჭირდება რა. ნუ თუ გაზაფხულია იონჯა კიდე ბოლო. ხო, ნუ კარტოფილის პარადოქსი ქვია ეკონომიკაში. ხო და ასეთი რამის გაკეთება შეიძლება მოკლედ და ეს უნდა იყოს 7-24-ზე რეჟიმში. თუ მაგალითად არის მერე სადისტრიბუციო კომპანია, მაგალითად 2 კომპანია და ორივე რატომღაც 50%-იან ფასნამატს აკეთებს რაღაცაზე. ეს ხომ არ არის კარტელური გარიგება. უნდა დაისვას ამაზე კითხვა. კარტელური გარიგება არ არის ის გარიგება, რომელზეც შეიკრიბება ვიღაცები და საერთოდ არც ერთ შეთქმულება არ არის დოკუმენტურად დადასტურებული. ისტორიაში ერთადერთი შეთქმულებაა რომელიც დოკუმენტურად იყო დადასტურებული და ხელმოწერილი, ეს იყო ბუღათურქის შეთქმულება ჩოფანყაენის წინააღმდეგ, რასაც ჩვენთვის დემეტრე თავდადებული მოყვა. ეს იყო ხელმოწერით დადასტურებული შეთქმულება. ყველა დანარჩენი შეთქმულება არის ვერბალური შეთანხმების საფუძველზე და მათ შორის იგივე კარტელური გარიგებების. ეს მხოლოდ ვერბალური შეთანხმებაა და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვერბალურ შეთანხმებას ნაკლები წონა და ძალა აქვს. კანონიც აღიარებს ზეპრის შეთანხმებას. რასაკვირველია, ნუ ახლა ესეთი კარტელური შეთანხმება ესეთი რამეა, რომ თქვენ თუ ამის გამოკვლევას შეეცდებით რაღაცა ესეთი მტკიცებულებების, ხელმოწერილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნუ უბრალოდ მარცხისთვის ხართ განწირული, იმიტომ რომ ამას არავინ არ აღიარებს, წმინდა ინკვიზიციის წინაშე არ აღიარებს არც ერთი ბიზნესმენი, რომ კარტელური შეთანხმება აქვს დადებული ვინმესთან, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბიზნესმენის ოქროს ოცნება არის, რომ იყოს მონოპოლისტი, რა თქმა უნდა, მაგრამ ამასაც ისინი არათუ უბრალო საუბარში, არამედ წმინდა ინკვიზიციის წინაშე არ აღიარებენ მართლა ამას, რომ ასეთი სურვილი აქვთ. ბატონო და რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შევწყვეტოთ გადაცემა, ჩვენ მალე დავაბრუნდებით, დაგველოდეთ. ჩვენ დავბრუნდით ეთერში, განვაგრძობთ გადაცემა, ძალიან გთხოვთ იაქტიუროთ და დაგვისვათ შეკითხვებით და გადაცემის მსვლელობისას ჩვენ ამ შეკითხვებზე გავცემთ პასუხს. აი ერთი შეკითხვა შემოვიდა უკვე, მაგრამ ჯერ დავამთავროთ ის თემა, რომელზეც საუბრობდით ბატონო და. სულ ცოტა დარჩა პრინციპში. მოკლედ ეს მონაცემთა ბაზები უნდა იყოს თავმოყრილი ერთად და 7-24-ზე რეჟიმში, ონლაინ რეჟიმში უნდა ახლდებოდეს მუდმივად განახლებადი ინფორმაციული მასივი უნდა იყოს და 7-24-ზე რეჟიმში უნდა მიდიოდეს მონიტორინგი, სად რამდენია ფასნამატი, შემდგომ სად რა შეზღუდვებია, ხომ არ არის რაღაც ჰიპერფასი და ასე შემდეგ. მაგალითად ეხლა არის პროდუქცია, რომელზეც ფასნამატი არ აქვს დიდი მნიშვნელობა. მაგალითად ეხლა ის პროდუქცია რა ძალიან იშვიათია მოხმარებაში. მაგალითად შავხიზი ლალაზე ან კრევეტებზე კი. ან რაღაც ისეთი, რაც არ არის პირველადი მოხმარების, მაგრამ ის რაც არის პირველადი მოხმარების პროდუქცია, სწორედაც რომ თუმცა ისიც საქმე რატო არ უნდა მიირთვა შავი ხიზი ყოლა. ხო, გასაგებია, მაგრამ ნუ მისი მოხმარება ცოტაა. ხო, და ნუ ესე 7-24-ზე რეჟიმში უნდა მიდიოდეს ეს და ეს არ უნდა იყოს რაღაც ესეთი კამპანიურ რეჟიმში და ნუ ახლა მე მაგალითად მთავრობას ურჩევდი ერთ რამეს, რომ აი ესეთ ინიციატივებზე, ესე ჯანსაღ ინიციატივებზე შეაგროვონ თუ ვინმეს აქვს. შეიძლება ვიღაცას აქვს კარგი იდეა, რა, მაგალითად ეხლა მე ეს იდეა მე ეჭვი არ მეყარება, რომ თქვენ კარგი იდეები გექნებათ, იმიტომ თქვენ ძალიან მაღალი დონის სპეციალისტი ხართ. რაღაც თქვენ ღია კარის დღე მაგალითად ამასთან დაკავშირებით. მოვისმენთ თუ გაქვთ ვინმეს წინადადება, გამოაგზავნეთ წინასწარ თქვენი წინადადება, დაწერეთ. ეს არის ყველაზე მთავარი. იმიტომ რომ ჩვენთან მიღებული არის ეს დეკლამაციურ ჟანრში ყოფნა, ყველა გამოდის რაღაც აღგზელოებს ყვება, რაღაცებს იძახიან. მე ყველას ვეუბნები რომ ეგ კარგი აზრები მოდი დაწერე. როცა დაწერ, მე შეიძლება აღმოაჩინო რომ ის შენი კარგად ნალაპარაკები აზრი ცოტა სისულელია რა. იმიტომ რომ მაგრამ მე მგონია რომ ერთი რამის ეში, ორი რამის ეშინიათ. ერთი იმის რომ წერა რთული საქმეა
და მეორე ის რომ ერთი როგორც ერთი შიპკა ინფორმირებული პერსონაჟია mums ხელნაწერები არ იწვის. ხო. და გამოაცხადონ რომ აი მაგალითად აი ამ საკითხზე მაგალითად ფასების რეგულირების თემაზე მივიღებთ რაღაც წინადადებებს. აი არის პორტალი რაღაც სამთავრობო პორტალი რაღაც ახსნა ვებსაიტია რაღაც და აბა მოგწერეთ აქ და მე თუ საინტერესოა დაგიძახებთ და მოდით და წარმოგვიდგინეთ. მე როგორც ვთქვი თქვენ გაქვთ ინიციატივა და რა არის თქვენ ინიციატივა რა შეგიძლიათ და მე დარწმუნებული ვარ დაწერილიც გექნებათ ეს. რა თქმა უნდა დაწერილიც ამოქვს აბა რა ამას მიიტან და მე ნუ განიხილონ ახლა თუ რა ჯანდაბად გინდა ესეთი ინიციატივა თუ მაგალითად თუ ეს არ გაკეთდება და ვერ გაკეთდება ხო? აი ესეთი რამეა რა. ხო რას ურჩევდი? ამას ურჩევდი და კიდევ აი რა შეიძლება გაკეთდეს თქვენ გექნებათ და იგივე ვიტყოდი მაგალითად განათლების რეფორმასთან დაკავშირებით რომ ეს უფრო მეტი ინტერაქცია იყოს ხალხსა და მთავრობას შორის რა. იგივე 100-ლიანი განვითარების 100-ლიანი პროგრამაზე იგივე ვიტყოდი ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე. ხალხსა თუ სპეციალისტებსა და მთავრობას შორის ახლა ხალხმა იცით აი ამბოლდო ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე აი ხალხს უნდა ვკითხოთ აზრი. არ არის ის ხალხი კომპეტენტური იმ საკითხში. მოდი იმას ვკითხოთ, ვინც კომპეტენტურია. ვინც დარჩა. პორტალი იქნება გახსნილი, სადაც ჩვენ დაწერილი უნდა წარადგინო, ვინც არ იცის ის ვერ დაწერს და ვინც იცის ის დაწერს. ხო? ან კიდევ ნუ ახლა სპეციალისტი რო წაიკითხავს ახლა თუ წერია სისულელე იმას ამაზე უკაცრავად, მაგრამ ამაზე მთავრობის დროს ვერ დავხარჯავ რა. ყველა სისულელეზე, მაგრამ თუ კი აზრიანი ნუ ახლა 100 წარმოდგენილი ინიციატივიდან თუ ერთი მაინც იქნა აზრიანი, ეს უკვე საქმეა ბატონებო. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ არის ეგეთი სოროსი სხვადასხვა ასე აგროვებდა იდეებს, პროექტები რო იწერებოდა და სოროსი ახლა ასე ვთქვა, ჩემი რომანის პერსონაჟი არ არის და მის მიმართ დიდი პიეტეტი არ მაქვს, მაგრამ ის რომ ჭკვიანი ადამიანია უდაოდ ახლა მაგაზე ორი აზრი არ არის. ეს არის მოკლედ რა. არის ეგეთი კრიტიკას ანუ სანამ მთავრობას ან ვიღაცას აკრიტიკებ ნებისმიერს მანამდე ალბათ არის ესეთი რაღაცა რა მე ამას ყოველთვის ვამბობ ყველგან ვამბობ და კიდევ ერთხელ გამემეორებ კრიტიკა არ არის სასიამოვნო კრიტიკა ძალიან სული რამეა ძალიან უსიამოვნო რამეა მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ კრიტიკა საჭირო არ არის არ წამალი უყვარს არავის მაგრამ სხვა იმიტომ რომ წამალი გჭირდება და არა იმიტომ რომ წამალი გიყვარს ხო და არის ესეთი კრიტიკის ფორმულა ერთი ძალიან ჭკვიანი ადამიანისგან ნათქვამი, რომელსაც მე სრულიად ვიზიარებ. ეს ძალიან ჭკვიანი ადამიანი იყო იოსებ სტალინი, რომელსაც აქვს ესეთი ნათქვამი: "Не нравится критикуешь, делаешь, отвечай". ანუ არ მოგწონს გავაკრიტიკე. აკრიტიკებ შემოგთავაზე. თავაზობ გააკეთე. კონსტრუქციული კრიტიკა ხუია ფსიქოლოგიაში. ეს არის კრიტიკა და კრიტიკანობა, როცა უბრალოდ რაღაც არ მომწონს და მე ამტკიცე შენ რომ აკლემი არ ახარ რა. დიახ, რა თქმა უნდა. და აი ონისე კობერიძე გვეკითხება ის რატომ მიაჩვენოთ თუ არაბიზაციის გაშუქება თუ შეეჩვენა საშიშროებას ვეღარ ხედავთ. სად არის არაბიზაცია? მე ამას ვეძახი, ვინ როგორ მე შემიძლია გითხრათ ჩემი აზრი. ჩემი აზრი ამაზე არის ესეთი. ეს არის ქარიშხალი ჭიქაში. არაბიზაციის თემა. და იცით რა არის ყველაზე უფრო ცუდი რამე? არა არაბიზაციას რომ ამბობ, ამ სიტყვაში გეთანხმები. არა არაბიზაციას კი არა. გაეროში არის 198 წევრი ქვეყანა. აქედან 197-ზე შემეძლია გითხრათ რომ არა და დავიწყო ავღანეთიდან და ჩავიდე ჰაიტამდე რა ანუ ანიდან ჰოემდე და ყველა ქვეყანაზე დავიწყო არა ავღანიზაციას არა ბირმიზაციას არა ტაილანდიზაციას არა თურქეთიზაციას არა რუსეთიზაციას არა საფრანგეთიზაციას და არა ჰაიტიზაციას ბოლოში ხო ყველაზე გეთანხმები ამაზე მაგრამ არის ეს პროექტი არაბიზაცია? ხო, აი, სხვადასხვა აქ შეიძლება იყოს პრობლემა ის რომ ინფორმაციის ნაკლებობა აქვს მოსახლეობას. ინფორმაციის ნაკლებობა ერთია და მეორე არის იცით აი ამ საუბარს აქვს ერთი ეს ფეთქებად საშიში თემა. ეს არის დანაღმული მინდორი. იცით მე ჩვენ მეტნაკლებად ერთაობის ხალხი ვარ და გვახსოვს ძალიან კარგად როგორ დაიწყო 90-იანი წლები, საიდან დაიწყო
გახსოვთ ალბათ взгляდის გადაცემა ცვეტოვი იყო წამყვანი გურიაში ერთი გულუხი ქალბატონი რომ მოიყვანა ცოლად ბიჭმა და ოჯახმა არ მიიღო რძალი, იმიტომ რომ ეს რძალი დამეტანი დაბალი სოციალური პასუხისმგებლობის ქალბატონი იყო. ცვეტოვმა გადაცემა დაასვა საკითხი ისე რომ ამ ოჯახმა ეს რძალი არ მიიღო, იმიტომ რომ რუსი იყო. და არა იმიტომ რომ ეძავი იყო რა. და აქ მე ატყდა ამაზე ერთი ამბავი ჩვენი ანტელიგენცია, მე ეგრევე ვეძახ შემოქმედებით ინტელიგენციას, ეგრეთ წოდებულს. გამოვიდა გულზე მჯიღების ბრაგუნით და რაღაცა ატყდა ერთი ამბავი და ამან გაუშვა, ეს იყო ასე ვთქვათ ტრიგერს რო ეძახიან, გამშვები წერტილი. შემდგომ გამოქვეყნდა იმავე 86 წელში ვიქტორ ასტაფიევის, რომელსაც მაშინ ვერ ვიტანდი, მაგრამ მე როცა თავისი ლეიტენანტის სიმართლე დაწერა ომზე და მთავარსარდლის სიმართლე შემოპარება გადაწყვიტა, იმის მერე მივხვდი რომ სწორად ჩვებოდი რომ ვერ ვიტანდი. ვიქტორ ასტაფიევის ციმორის ჭერა საქართველოში. უფრო სწორედ ლოლე პესკარი გრუზი უფრო ალბათ ჭიჭყინების ჭერა საქართველოში უფრო შეესაბამება და მაგრამ აი სადაც ქართველები ეროვნული ნიშნით იყვნენ რაღაც საზიზღრად წარმოდგენილი რა აქ ამაზე საწყვდა გულზე მჯიღების ბრაგუნი აქ ზუსტად 3 წელიწადში გაგვითამაშდა ეგ კარტი ზუსტად 3 წელიწადში და ეხლა ზუსტად იმავე მინდორზე დადიან დატანტალებენ თან მესანგრის ნოლი გამოცდილებით რა. იმიტომ რომ განაღმულ მინდორზე ჯერ მესანგრე უნდა შევიდეს, ვისაც განაღმის უნარჩვევები აქვს. და მე ავცეკვდეთ ჩვენ. და მე შეიძლება შეხვიდე იმ მინდორზე, როცა უკვე განაღმული არის მინდორი და მესანგრე კიდე ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ცდება. კი ბატონო. კი ბატონო. კი ბატონო და ასე არაბიზაციაზე როცა ლაპარაკი ჯერის კითხვა დასვით არის არაბიზაცია 9500 პრემიუმ კლასის საცხოვრებელი ფართი შენდება და მათგან ახლა რახან მაინდა-მაინც ეთნიკური ნიშნით გაინტერესებს ჩემი აზრით მე ესე მგონია რომ დაახლოებით 50%-ს მაინც ქართველები იყიდიან მაგ საცხოვრებელ ფართებს მაგრამ მაგის გარდა 9500-ზე რო უცხოელმა იყიდოს მე რა ეს ქმნის ცვლის დემოგრაფიულ სურათს ეს არ ცვლის დემოგრაფიულ სურათს იმიტომ რომ საფრთხეები არის უდავოდ არის ძალიან დიდი საფრთხეებია და გეტყვით ახლა ორ ძალიან მნიშვნელოვან საფრთხეს მაგალითად რა ერთი სიკვდილიანობამ საქართველოში გადაასწრო შობადობას ეს არის რეალური პრობლემა საპენსიო ასაკის მოსახლეობამ გადაასწრო. კი, საპენსიო ასაკის მოსახლეობის ხვედრითი წონა არის მზარდი. ესეც არის საფრთხე. ქორწინებების რიცხვი შეფარდებული განქორწინებების რიცხვი შეფარდებული ქორწინებების რიცხვთან არის 64%. ძალიან მაღალია და ეს არის კატასტროფა. და აი ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. და არა იმაზე რომ რაღაც გამოგონილ თემებზე, გამოგონილ არაბიზაციაზე. სხვათა შორის მამა გურამი მეუნება ამბობს ხოლმე ხშირად აი რომ ყოველთვის მოყავთო სოდომის და გომორის მაგალითად აი დააღუპა ღმერთმა დააღუპა მაგრამ ყველას ავიწყდებაო როდესაც ეუბნება ა ブラ ამს ღმერთი რომ 10 მართალი მაინც რო იყოს და ბოლოს ჩამოდის ერთ მართალზე და არავის არ უნდა იყოსო ის ერთი მართალიო მოდი იყავ ის ერთი მართალი აი სხვების ეს ყველა საკითხს ეხება ხო ის ერთი მართალი და გადარჩება მაშინ ქალაქი ხო შენ თუ იქნები ერთი მართალია საკმარისი ამისთვის რამდენი უკეთურიც არ უნდა იყოს აი სულ სხვანაირად არის თქვა დასმული ეს საკითხი ყველა კითხვაზე ნინო ყველაზე უფრო ზუსტი და ამომწურავი ჩვენ ბავშვების გაჭე მეც ერთი შვილი მყავს აი ვის და შვილიშვილიც ერთი მყავს აი ნუ და ლაპარაკობ დემოგრაფიაზე თუმცა მწვენია და ვეღარ ვლაპარაკობ ხო და საქმე რაშია რომ ეხლა ყველა კითხვაზე ყველაზე ზუსტი და ამომწურავი პასუხი შეიძლებათ ყველაზე მთავარ წიგნში იქ არის ყველაფერზე პასუხი
და ძალიან ლოგიკური პასუხები. მე თავის დროზე ვფიქრობდი, რომ რაღაც სხვაგან რაღაცები მეძებნა, მაგრამ უბრალოდ ვინ შეჭყვა არის. კი. ისიც კი არ ვიცი, აი რამდენი მთელი ცხოვრების განმავლობაში ხო კითხულობ უფლები და მე დანარჩენი ცხოვრება ხვდები, რომ ის ვიღაცის ნააზრევია, ვიღაცის ემოცია, რაღაცა სტერეოტიპებს გიქმნის, რომელიც არაფერში არ გჭირდება, პირიქით ხელს გიშლის. მე მთელი დარჩენილი ცხოვრება იმად დაძლევ. გადააზრებაში. ამიტომ მე აი ეს ვეფხისტყაოსანი დამჩენო ბიბლია თავისთავად ბუნებრივია და კიდევ ერთი ესეთი აქტუალური საკითხი არის ჩემი აზრით, რომ აი ძალიან წუხ ჩვენი საზოგადოების ნაწილი, პოლიტიკოსების ნაწილიც რაც დავოში მიგვიწვიეს, არც მშვიდობის საბჭოში მიგვიწვიეს და ესეთი ვითარება რომ ციკლსაც დავიწყებოდეო რა დაახლოებით და ძალიან დიდი ვაივიშია. ეს არის სავალალო თემა. საქმე რაში ეცი ახლა დავოსში და მაინც რატომ არ მიგვიწვიეს? დავოსში დავოსების პროცესი მიდის აშკარად. კი ბატონო. მოკლედ დავოსში. კი ნამდვილად დავოსა ტრამპმა მე მოусმინა მის გამოსას ერთლიანი ანგარიში წარადგინა დავოსში დავოსდით. მოკლედ ეხლა დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რომ საზოგადოებას ეს ნაკლებად აწუხებს, მე არ მგონია რომ საზოგადოებას ეს მაგრამ საზოგადოების ძალიან მცირე, მაგრამ ძალიან ხმაურიან ნაწილს ეს აწუხებს. კი არ აწუხებს, უბრალოდ ეს რაღაც დაინახეს როგორც რაღაც თავის წარუმატებლობა, კრიტიკის საფუძველი და არიქა ხო. ეხლა რამდენიც კარგია თუ ცუდი რომ არ მიგვიწვიეს. ეხლა სოფლიო მთლიანად, მთელი პლანეტა დედამიწა, კაცობრიობა. ისეთ ბიფურკაციის წერტილში შედის, იჩქით მოსახვევში შედის ისტორიის, როდესაც ტერმინალური კრიზისია კაპიტალისტური სისტემის, რომელიც მთელ პლანეტარული მასშტაბისაა უკვე. აღარ არის ის რომ იყო სოციალისტურ და კაპიტალისტურ ბანაკ შორის დაპირისპირება და რაღაც ესეთი, არა, ხო, მთელი მსოფლიო არის კაპიტალისტური. და კაპიტალისტური სისტემა შედის ტერმინალურ კრიზისში. ამ ბიფურკაციის წერტილში ესეთი იჩქით მოსახვევში. მე მარტივად ვიტყვი, მე მგონი აი იმაში დათათუთა შეჯვარი აღწერილი ვირთხების გამოყვანის კაცი ჩაიდა, ხო მე მარტივად ვიტყვი. კი, თორიას ბოჭკა. თორიას ბოჭკა ეს ქართულად ეს ბოჭკა ვერ გავიხსენ როგორ იყო და გავჩუმდი. თორიას ბოჭკა ეს არის არაჩვეულებრივი ანალოგია. ხო და ასეთ პერიოდში თუ მსოფლიო საინფორმაციო რადარების ყურადღების ცენტრი რადარებზე არ ჩანხარ, ჯობია. დამიჯერეთ. თუმცა ერთია რომ ჯობია და მაინც საინტერესოა რატომ არ ჩანხარ. რატომ ჯობია? ჯერეთი ვინ გითხრა რომ არ ჩანხარ. სადაც საჭიროა იქ ჩანხარ. დააკვირდით ერთ რამეს რა, ეხლა შეიძლება ურსულა ბიცოლას, ვიოლა ფონ კრამონს, მალგოჟეტა გოშევსკას, მარკეტა გრეგოროვას, ჯვარიაკაურობას და ჟიგიმანტას პავილიონის, ან მე ასე ანდრიუს კუბილიუს, კაია კალას, მარგუს სახკნას, მეცოლას და ასე შემდეგ. ხო, მათ განცხადებებში საქართველოს დაიქცა, ხო, საქართველოს მომავალი აღარ აქვს, ხო, მათ განცხადებებში, მაგრამ ნახეთ ნებისმიერი სარეიტინგო ისეთი რეიტინგები, რომელიც ეფუძნება სტატისტიკას და არა ემოციებს. და არის იმ ორგანიზაციებიდან, სადაც თქვენ მიერ ჩამოთვლილი ადამიანები. კი, ცხადია, მაგრამ ეს რეიტინგები ეფუძნება სტატისტიკას. და ციფრებს აქვთ ესეთი თვისება, რომ სტატისტიკურად გამართული ტყუილის თქმა არის შეუძლებელი. ვინაიდან ტყუილის თქმა მოიწყოს უზარმაზარ ცოდნას, გაცილებით მეტ ცოდნას ვიდრე მართლის თქმა. და მართალი ესეთი რამეა, თხლაშ თქვი და აყუდე. თავის თავს თვითონ მიხედავს ყველგან, არ ჭირდება შენი პატრონობა და ტყუილის თქმა ჭირდება ძალიან გრძელი მეხსიერება და სიმართლის თავიდან ბროლომდე ცოდნა, რომ ყველგან იცოდე ეს თავის პატარა მოკლე და აგრეხილ ფეხებს სად გამოყოფს, რომ წინასწარ დაამუშავა ეს ადგილები. ამდენად ის რეიტინგები, რომელიც ეფუძნება სტატისტიკას, ყველგან არის რაღაც წინსვლა, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ პრობლემები არ არის. პრობლემები რა თქმა უნდა არის და აი მაგალითად რამდენიმე პრობლემაზე ახლა ვთქვით, ხო? და პრობლემებს ჭირდება მოგვარება და არა ესეთი განსასწრელისტობა, ვაივიშისტობა და თავტირილის გადახრა, თავზე ნაცრის დაყრა და მომეცეთ პისტოლეტი ერთი ტყვით. არა. პრობლემებს ჭირდება მოგვარება და პრობლემები არის მოგვარებადი. ნებისმიერ პრობლემებზე რაზედაც წუწუნებთ, მოდით ამაზე ვთქვათ გამოსავალი. რა არის გამოსავალი? გამოსავალი ყოველთვის არის. იმ თავარ წიგში, რომელსაც ყველაფერზე არის პასუხი, ყველა კითხვაზე ყველაზე ხშირად მეორდება სიტყვა ნუგეშინი.
კი, ნუგეშინის სული წმინდა ნუგეშინის მცემელი ეს გიორგი ათონელის თარგმნილი არაჩვეულებრივი თარგმანია, ხო, ნუგეშინის მცემელი. 365 ჯერ თუ არ ვცდები, კი ბატონო. კი ბატონო, ნუგეშინის მცემელი და ეს მშვიდობის საბჭო რა ფარისევლობაა? მე არ მგონია ტრამპი ხარ ამას ეკითხებოდეს ანალიზებს აქ ესეთი რამე არის რომ სოფლიო დონალდ ტრამპი არის ბიზნესმენი პირველ რიგში და ის არასდროს არ ლაპარაკობს რაღაც ესეთი გეოპოლიტიკური პარადიგმებით ის ლაპარაკობს ბიზნეს გარიგების პარადიგმაში ყოველთვის დააკვირდით ამ მშვიდობის საბჭოს მილიარდი დოლარი გადასახადი და ასე შემდეგ. მოკლედ, კაცი ყველგან აკეთებს ფულს. ცდილობს ამის გაკეთებას. ეხლა შეიძლება მშვიდობის საბჭოს ეგ რაღაც ძალიან მაგონებს გაეროს ანალოგს რა. და ის ჩანაცვლება უნდა ფიქრობთ. არ ვიცი რამდენად მოახერხებს ამას, მე მგონია რომ ეგეც ძალიან ისეთი მოკლევადიანი ეფექტის მქონე უცებ აკრიფავს ფულს. ხო, ეს არ მგონია რომ ეს ამ ინიციატივას ამ დიდი პერსპექტივა ქონეს, მაგრამ ის გარემოება რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და 60-მდე მგონი საერთაშორისო ორგანიზაცია დატოვა. და განაცხადა ამის დატოვების შესახებ ჯერ დატოვა თუ არა, არ ვიცი. ისევე როგორც როცა 1939 წლის 1 სექტემბერს ინგლისმა და საფრანგეთმა გერმანიას ომი გამოუცხადა, ჰიტლერმა თქვა რომ ესა გამოცხადება ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ ისინი იომებენო და მართლაც 39-დან 40 წლის 6 მაისამდე სანამ არდენის ოპერაციას დაეწყებდნენ, მიმდინარეობდა ეგრეთ წოდებული უცნაური ომი. როდესაც ომი გამოცხადებული იყო, მაგრამ გერმანიას არავინ არ ეომებოდა. რეალურად. და ასევე მგონია რომ მშვიდობის საბჭოც ამერიკამ რომ განაცხადა 60 საერთაშორისო ორგანიზაციას დაუტოვებო ჯერ იმას ეს არ ნიშნავს რომ ის ნამდვილად დატოვებს თუ არა არ ვიცი ნამდვილად არაფერი მაგრამ ის რომ გლობალური მსოფლიო წესრიგის შეცვლის დიდი სურვილი აქვს ეს ფაქტია და ერთ-ერთი ანალოგია მგონია ეს მშვიდობის საბჭოს. და სხვათა შორის დღეს წავიკითხე, რომ ტაბულამ გამოაქვეყნა თორსები, რომ რაღაც ის რომ ჩვენი ყველა მეზობელი მიიწვიეს ამ მშვიდობის საბჭოში და ჩვენ არ მიგვიწვიეს. კიდევ კარგი არ მიგვიწვიეს. არ არის საჭირო ასე დროს რადარებზე გამოჩენა. ასეთ არეულობაში არ არის აუცილებელი რომ მაგალითად იმ ჭიაყელასავით ბიძიებთან ერთად სათევზაოდ რომ წავიდა რომ რაიპოსტაში მიდის ჭიაყელა ბიძიებთან ერთად სათევზაოდ არ არის აუცილებელი ამ დროს რადარებზე გამოჩენა რა. ბატონო ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს აი პაატა ხოხობაშვილი ჩვენი მაყურებელი გვეთანხმება რომ ასეთ ყურადღებას უყურადღება ჯობია ნამდვილად სიკვდილსაც დავიწყებდი კი ბატონო თქვენს მოსაზრებას იაქტიურეთ ეს თქვა პირველი გამოცდილება არის იმ თვალსაზრისით რომ პირველად შემოგთავაზეთ ამ გზავსი ჩართულობა გადაცემაში მე იმედი მაქვს რომ უფრო იაქტიურებს მომავალშიც ჩვენი მაყურებელი და მე კი გემშვიდობებით ხვალამდე ხვალცვლო კავკასიაზე ვისაუბრებ მამუკარეშიძესთან ერთად ძალიან საინტერესო იქნება კადიროვის ფაქტორი და მისი პრობლემები, მისი და მისი ვაჟის დაგველოდეთ ჩვენ ხვალ ერთმანეთს შევხვდებით. დიდი მადლობა დღევანდელი ეთერისთვის, ნახვამდის.